ჩვენ ვიმყოფებით საბურთალოს მერვე ზონის კერძოდ ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებულ 59 საარჩევნო უბანთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებით ხმის მიცემის პროცესი აღნიშნულ უბანში დარღვევებით მიმდინარეობს, ვინაიდან აქ არიან ადამიანები, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სპეციალური სიები, სადაც აღრიცხავენ ამ მრჩევლებს თუ ვინ აძლევს ნაციონალურ მოძრაობას ხმას. უფროსი ხარ? ზონის უფროსი ხარ? შიგნით ხო შედიხარ? არ შევდივარ. შეგან ხო იყავი შესული? არა, უბრალოდ ნახევარ წამოვედი, ქომეთნა მიცახო. ალო. არა, შიგნით ხო იყავი შესული? ერთი წუთი. თქვენ უკაცრავად, აი ვინ ბრძანდებით აქ? ვინ? ხო დაიკიდეთ ეგ რაც აგაქვთ იმ საერთაშორისო. მიდივარ სახლში. შიგნით შესული ხომ იყავით? დიახ. ბეიჯი არ ქონდათ დაკიდებული რომ შევძანდით. ვიყავი? ხო. დიახ, ვინ ხართ თუ შეიძლება? ცესკოს დამკვირვებელი. ცესკოს დამკვირვებელი. დიახ. თქვენ რა სიები გაქვთ? ჩვენი მომხრეების. თქვენ ვის წარმომადგენელი ხართ? ნაციონალურ მოძრაობა. თქვენ წეგან ჩავწერთ და მითხარით რომ ცესკოს წარმომადგენელი ვართ. ცესკოდანაც მომიტანეს ის რა ქვია რომ დამკვირვებელი ვარ. ცესკოს დამკვირვებელიც ხართ და ნაციონალურ მოძრაობასაც ერთი და იგივე. ხო, ორივე ერთად. ხო, ორივე ერთად. და ეს რა სიებია? ჩვენი მომხრეების, ან ნაციონალური მოძრაობის. და რა შვებით ხა აღრიცხავს თუ რა? ხო, აღრიცხავ ვინც მოდის ჩემი მომხრე. და ვინც აძლევს ხმას? ხო. და მოვიდნენ ყველა ვინც ყავდათ ახლა. მოვლენ კიდე, მოვლენ, მოდიან და მოვლენ. თქვენ ვიბრძანდებით? წარმომადგენელი ვართ ხო? რომელი პარტიის? ნაციონალური. თქვენ რას აკეთებთ? აღრიცხავთ ჩვენს მომხრეებს, ვინ მოდის და ვინ არა. დამკვირვებელი ხართ თუ? არა, დამკვირვებელი არ ვარ. აბა ვინ? დამკვირვებელი რო ვიყავ, შიგნით არ ვიქნებოდი? დიახ, თქვენი სახელი და გვარი? რა მნიშვნელობა აქვს? არ ამბობთ, უბრალოდ სინქრონს რომ მივაწეროთ სახელი. დააწერ უთხარი შენ სახელი. თამთავაგოა. თქვენ გითხარით უბრალოდ. მარინე სუმახიანი. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი? თუ ცესკოს დამკვირვებელი? ნაციონალურ მოძრაობაცა ვარ და ისაც ვარ, რა გინდათ. ორივე ხართ ერთდროულად? არა ვარ ორივე რა, ნაციონალურ მოძრაობისგან ვარ, ის რა ქვია, წარმომადგენელი. გასაგებია, მაგრამ ცესკოს პეიჯი ხომ მაჩვენეთ წეგალ. ის ჩემი არ იყო. თქვენ გეკეთათ და შანტან ამოიღეთ, თქვენ გაიკეთეთ და მაშინ მითხარით რომ ხართ ცესკოს დამკვირვებელი. ეხლა რა გინდათ რა? არა, უბრალოდ ეს ხო, ხო და იყო всё, ფაქტი ჩვენ დაფიქსირებული ხო, კონდეს დაფიქსირებული, სადაც გინდა აჩვენ. კი, რა პრობლემაა. უკაცრავად ვიბრძანდებით თქვენ? ისევ ზივარ, უნდა შევიდე. ეს რა სიები გიჭიროთ? არაფერში არ ნიშნავს. შეიძლება გაჩვენო? არა, რატომ უნდა გაჩვენოს მეორეც ერთი? ყველას აყავს თავისი აქტივისტები და ჩვენც აქ ნაციონალურ მოძრაობას რა არ მოგწონთ ნაციონალური მოძრაობის? ქვეყანა რო აღაშენა, იმიტომ? ხო, არა, ვართ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, всё, მეტი არაფერი. და რა სიები გიჭიროთ? უბრალოდ კითხვა რა ჩემი მომხრეების, ჩემი ოჯახის, რა შენი საქმეა? და რა შვებთ აღნიშნოთ ხო, რომ აღნიშნოთ რომ მოვლენ, მე რა პრობლემაა ვერ გავიგე. მე ვარ ნაციონალური მოძრაობიდან მოხალისე. და ვაკეთებ ჩემს საქმეს, ჩემო კარგო. აი რა საქმეს და უყურებ მე ჩემ მომხრე ხალხს და მოვიდნენ. და აღრიცხავთ ამას თუ რა სიები? აღრიცხავთ ამას და ეს არ არის უკანონო, თქვენც კარგად იცით. კი ბატონო. ინტერესებს რა ხდება და არაფერი სიმშვიდეა. იქ მანქანაში თუ შეიძლება სია რომ გიდევთ, ეგ რა სია? რას ნიშნავს აი ასია? რაღაც ეგ არის თქვენი მომხრეების სია, ხო ჩვეულებრივ? ხო, რა არის, რა პრობლემა არა? არა, ვითარ პრობლემა, უბრალოდ მაინტერესებს, ხომ არ არის ეგ? არა, არანაირი პრობლემა არა. მობილიზაციას აღრიცხავთ, უბრალოდ მომხრეები. მეტი რომ არაფერი. მოდიან და აწევენ, ხო, უბრალოდ აღნიშნავთ ვინ მის სახმა და ვინ არა? დიახ, სვალე. მაგრამ რომ მოვიდან იმას აღრიცხავთ, მეტი არაფერი. ჩემს უკანო თხან ჯგუფი, თავიანთი სია აქვს და რაღაცებს ამოწმება. რო ვიკითხე ვინები რას ამოწმებთ მეთქი მითხრეს ჩვენი სია გვაქვსო, ჩვენი ამომრჩევლები მოდიანო და იმათ ვამოწმებთ. და რამდენად კანონიერია თქვენი აზრით? რავი, მე ვიცი რომ როგორც წესი, როგორც ამიხსნეს არაა კანონიერი და არ შეიძლება.